ჩვენ დავბრუნდით მეგობრებო, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია სოფლად თემთა გავითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი ნინო გამესველი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოდი დავიწყოთ, ჩვენ ნახეთ ახლა ეს სიუჟეტი ეხებოდა მისაქციელშია თორემ ეს გაკეთებული, ხო? როდის დაიწყო ეს პროექტი, რომელ წელს და როგორ მოხვედით დღემდე და როგორ მიიღეთ ის სურათი, რომელიც ახლა ვნახეთ? ეს პროექტი ჩვენ დავიწყეთ 2008 წელს, ჩვენ გერმანულ პარტნიორებთან ერთად, ეს არის ჰოლანდიურ-გერმანული ორგანიზაცია ევროპის ხალების საერთო მომავლისათვის და მათთან ერთად დავიწყეთ ამ მზის ტექნოლოგიის, მზის ენერგიის გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიებისთვის. ნუ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა ტექნოლოგიების და მოწყობილობების შემუშავება, რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა ჩვენი რეალობისთვის და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ტექნოლოგიები სოფლის მოსახლეობისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რადგან მათი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბალია და ასევე იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის, რომ ეს ტექნოლოგიები ყოფილიყო ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებელი მასალებით აშენებული. ამიტომ სხვადასხვა მასალები გამოვცადეთ, სხვადასხვა ბაზარი შევისწავლეთ და ბოლოს მივედით ერთ ტექნოლოგიამდე, რომელიც აცხელებს წყალს, წყლის გამაცხელებლის შემთხვევაში. ასევე კონსტრუქცია შედგა, თქვენ გახსოვთ ჯერ სპეციფიკა, ხო, რა ჭირდებოდა თქვა კონკრეტულ ერთ საპილოტო სოფელს, ხო, ასე ვთქვა. კი ბატონო. თქვა წყლის გათბობა და შემდეგ ამ კონსტრუქციის მიხედვით აქ მოხდა მისი ამ ტექნოლოგია. აქ ხდება ამის აწყობა ჩვენმა გერმანულმა. კი, უფრო იაფია, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ რაღაცა მასალა სიტყვაზე რო შემოვიტანოთ გერმანიიდან, ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნიდან, ეს ძალიან ძვირი დაждდება. ამიტომ დავუშვათ თავიდან ვცადეთ პლასმასის მილების გამოყენება, მაგრამ რახან ეს კოლექტორი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება, ვერ უძლებს. შესაძლებელია ამ მზის კოლექტორის აშენება ასევე სპილენძისგან, მაგრამ ძალიან ეფექტურია სხვათა შორის, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ შევთანხმდით ჩვეულებრივ რკინის მილებზე, რომელიც ადვილად არის მოსაპოვებელი ბაზარზე, ეფექტურია, კარგად აცხელებს წყალს და მისი ფასიც არ არის ძალიან. მოსახლეობამ როგორ მიიღო ესეთი სიახლე? მოსახლეობა სხვათა შორის მზის კოლექტორს იღებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ რამდენად გასაგები არის მათთვის თქვა ეს ტექნოლოგია? ჩვენ თავიდანვე გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები, ასევე სიუჟეტში ვნახეთ, რომ ეს არის ჩვენი ოფისი და სადემონსტრაციო ცენტრი, სადაც დამონტაჟებული გვაქვს ეს ტექნოლოგიები და როცა რაღაცა პროექტს ვიწყებთ რომელიმე თემში, ეს მოსახლეობა დაინტერესებულ ჯგუფს ვკრივავთ, ასე ვთქვათ, და მოვყავთ ჩვენ სადემონსტრაციო ცენტრში და ვანახებთ ამას, რომ ეს არის, არსებობს, მუშაობთ. ეს არის ფაქტურად ინვესტიცია ამ მზის კოლექტორის დაყენება სახში, იმიტომ რომ მინიმუმ 15%-ით მაინც მცირდება შეშის ელექტროენერგიის ან გაზის მოხმარება, ხო? იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია განსაზღვრულია იმისთვის, რომ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც იმუშაოს. ამიტომ წყლის გასაცხელებლად ნაკლებ შეშას იყენებენ. ქალბატონმას ბოდიში ქალბატონმას ახსენა, რომ წყლის გასაცხელებლად მე აღარ გამომიყენებია შეშა. ამასთან ერთად, ბოდიში გეჭრები, რომ ეკონომიურია, გარემოს დაცვის მომენტიც არის, ხო? გარემოს დაცვის მომენტი არის, რა თქმა არ უნდა. მიზრდება ჰაერი, თქვათ რაღაც იქ. საწვავის გამოყენება. საქართველოს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას, იქიდან გამომდინარე, რომ წელიწადში სადღაც 7000 ჰექტარი ტყე იჩეხება. წელიწადში ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. რაც ტყის გაჩეხვა შემდეგ იწვევს ამინდის შეცვლას, ანუ ზოგიერთი ტყე არის აგებული იმისთვის, რომ ქარის შემაკავებელი იყოს, ხო? ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ძალიან ბევრ ნიადაგის ეროზია ხდება, მეწყერი ხდება. ის შედეგებიც ვნახეთ. ძალიან ხშირად ვხედავთ ამას. რაღაც სამწუხაროდ. როცა გაქვს რაღაცა რის შედეგადაც აცხელებს წყალს ან ათფობს სახსახ მარტო წყლის გაცხელება არ არის, ჩვენ გვაქვს ასევე სახლის გათბობის სისტემა მზეზე. კერძით კითხვა მაქვს, მაინტერესებს აი მაყურებლებსაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ზოგადად საქართველოს რამდენად აქვს პოტენციალი აი განახლებადი ენერგიების გამოყენების. ხომ არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო მიდრეკილები არიან თავისი ბუნებრივი რესურსებით, თუნდაც გადამუშავებადი ნარჩენების თუ აი სხვადასხვა რაღაც გარემოებების გამო. ჩვენ როგორ მდგომარეობაში? ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი თუ ჩვენ ამ რესურსებს სწორად წავყენებთ. აი შედარებისთვის გეტყვით. საქართველოში წელიწადში გვაქვს 270 დაახლოებით მზიანი დღე. გერმანიაში ეს არის რაღაც, არ ვიცი, ერთი 5 ჯერ ნაკლები, ზუსტი რიცხვი არ ვიცი რამდენია გერმანიაში, მაგრამ მათი ელექტრომომარაგების 32% განახლებად ენერგიაზე მოდის. მაგ არა მარტო მზე არის, ქარზეც არის ლაპარაკი.
დიახ. წყალიც კი არის განახლებადი ენერგია და გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ იმ მასშტაბების ჰიდროელექტროსადგურები, რაც ჩვენთან შენდება, ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მეტად მზის ენერგიის გამოყენებაზე. და რა მიმართულებებში ვართ განვითარებული, ასე ვთქვათ, სად გვაქვს პირველი ნაბიჯები გადადგმული? განვითარებული რამდენად ვართ რომელიმე განახლებადი ენერგიის მიმართებით, ვერ გეტყვით, ძალიან დიდი ხმამაღალი ნათქვამი იქნება. მაგრამ თუ დავიწყებთ მზის ენერგიის გამოყენებაზე ფიქრს, ეს მე მგონი ჩვენს ქვეყანას წაადგება ძალიან. თვითონ ეს ტექნოლოგია, რომელიც მის აქციელში ვნახეთ ჩვენ სიუჟეტში, მეორდება სხვა რეგიონებში, სხვა თემებში, სხვა კი, როგორ სოფლებში. არის, ჩვენ ეს არის კოალიციური პროექტი, რასაც ვაკეთებთ 2008 წლიდან. ჩვენს გარდა, ანუ სოფლათემთა განვითარების გარდა არის მწვანეთა მოძრაობა, არის ახალციხეში განვითარების ცენტრი ახალციხის და ასევე არის ეკოლოგ-ფერმერთა ასოციაცია. და ჩვენ ყველანი ჩვენს რაიონებში, ასე ვთქვათ, მუშაობ და ვავრცელებთ ამ ტექნოლოგიებს. ერთ ტექნოლოგიას ახსენა ანიმაც სიუჟეტში. ბევრ სოფელში წყლის პრობლემა დგას, ზოგან საერთოდ არ აქვს, ზოგან აქვს სასმელი წყლის პრობლემა, იმიტომ რომ ბინძური წყალია და როგორც ვიცი, ამ ხრივაც არის გაკეთებული, ხო? რა ქვია მაგას მათ წყლის დისტილატორი, ხო? ანუ წყლის გამწმენდი, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან მარტივი მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ააგოს თავისთან ასე ვთქვათ, ოჯახში. ეს არის ყუთი, სადაც შეგიძლია წვიმის წყალი მოათავსო ან რომელიმე სახის დაბინძურებული წყალი, ნუ აქ არ იგულისხმება ის, რომ ქიმიურად არის დაბინძურებული, იმიტომ რომ ქიმიურ გაწმენდას ვერ გააკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წვიმის წყლის გაწმენდა შეუძლია, ანუ რა ხდება, თავსდება წყალი ამ ყუთში, რომელიც არის შუშით დაფარული, შემდეგ მზისხივები როცა ადგება, კონდენსაცია, ანუ აორთქლება ხდება და ეს წყალი ჩნდება ამ შუშის ზედაპირზე და გადმოეღვენთება უკვე გამოხდილი წყალი გამოხდება. ანუ ესეც დანერგილია უკვე. მეტნაკლებად. კი. მე რა მაინტერესებს, ბუნებრივია თქვენ ახსენეთ, რომ გადმოვიტანეთ რაღაცა მოდელი, ხო? სპეციფიკა თუ იყო გათვალისწინებულ, თქვენ რაღაცა საზღვარგარეთ უცხოური გამოცდილება აიღეთ, ხო? შეისწავლა, რომელი უფრო ახლო იყო ჩვენ ქართულ სოფლის სპეციფიკასთან, ხო? გერმანული მოდელი, ვთქვათ, ჰოლანდიური მოდელი, ხა ისლანდიაში შეიძლება აბსოლუტურად სხვა კლიმატური პირობებია, ხო? აბა გერმანიის მაგალითი იქნა გადმოტანილი. გერმანიის მაგალითი პირდაპირ არ იქნა გადმოტანილი, ანუ იმას ვამბობდი, რომ ჩვენი კლიმატური პირობებისთვის მორგებული შევიმუშავეთ და ძალიან დიდი ხანი მუშაობდით ამაზე, რომ ამას ემუშავა საქართველოში როგორც ბარში, ასე მთაში. აქ სეზონს მნიშვნელობა. ნუ სეზონს როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ზაფხულში თუ 80 გრადუსამდე ადის, სიტყვაზე ზამთარში 25-30 გრადუსამდე ადის, მაგრამ როცა ჭურჭელი გაქვს გასარეცხი, სად 4 გრადუსიან ან 5 გრადუსიან წყალში გაგირესხავს და სად 15-20 გრადუსიან წყალში, ხო არის დიდი განსხვავება. გაგვათბობს ზამთარში. როგორ? ზამთარში გაგვათბობს სახლში. წყალი კი. წყალი კი. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენი დრო ამოიწურა ამ თემაზე. იმედია კიდევ გვეწევით თუ რამე დანერგავთ ტექნოლოგიას გეპატიჟებით. თემას ვერ ამოუწურავთ, თუმცა სამწუხაროდ დრო გვაქვს ხოლმე ცოტა სტუმრებისთვის განკუთვნილი, იმედია კიდევ ბევრჯერ იქნებით ჩვენი სტუმარი. ეს გახლდათ ნინო გამისონია სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი.